1001 ღამე. აი, იუბილარი მოსულა. ჩვენი პატარა გოგოსთვის რა ლამაზად მოურთავს დედამის. დედა როგორ ხარ? დავიდეთ. კარგად შვილო. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობა. გამარჯობა შვილო. მამა. მოდი გავიზარდეთ. კარგი, გაჩერდი. ნუ ტირი. აი. ჩემო საყვარელო. ბაბუა შეხედე ჩვენი ბურჩინი რა ლამაზია. უკვე დიდი გოგოა. ხო ბაბუა. ჩემო ძვირფას. ჩემო პატარა. რა მალე გაიზარდა. დაჯიქი. რა სასიამოვნო დღეა რა ქალბატონო ნადიდი. ბავშვის დაბადების დღე და როგორც იქნა მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ. ხო. ჩემო საყვარელო. ბურჩინ. მზად ხარ? ხო. მომზადების მერე ცომს ცალკე ცხიმწასმულ ფორმაში ნელ-ნელა ჩავასხამთ, გასაგებია? მიდი. როგორ არის საქმე? ბატონო ონურ, ჯერ არ გასინჯოთ? დაელოდეთ 1 საათში უგემრიელი სინამწყარი მზად იქნება და ჩაისთან ერთად მივირთვათ. ძალიან კარგი. შეხადე ეცომი კაკაოთი მე ავთქვიფე. ოჯახ, უკვე ხვდები რომ გემრიელი იქნება საყვარელო. პირველ ფენად ღია ფერის ცომს ჩავასხამთ, მერე კაკაოთი შეზავებულს, კარგი? მიყურე როგორ ვასხამ? მერე შენს წადე. რომ არ გამოვიდეს არასწორად რომ ჩავასხა? გამოგივა. ძვირფასო, როგორ არ გამოგივა? შენთან ვარ. ადვილია. ადრე ხომ გამოვაცხვეთ ნამწყარი, მიდი ჩაასხი. გმადლობ პირდებს. რას ამბობთ ბატონო ონურ? თქვენ და ნილუფერს თუ გიხარიათ, ჩემთვის ეს სასიამოვნოა. რა ყოჩაღი ხარ, ჩემო საყვარელო. ახლა მე გავაგრძელებ. ნიმეთ, პირი ქათამი მოიტანა. ქათამი საწებელში ჩავდე, ახლავე მოვიტან. აი შეშველო, თუ შეიძლება ლიმონათი მოგვიტანე. ახლავე. რა საყვარელი ხარ. ხელი მომკიდე. არ გინდა რომ გამიშვა? რა ძლიერი ხარ. დედა უკვე დიდი ბიჭია. თან რა მშვიდია. ხო. რა კარგად ვსიალებთ. ხო, თან ყველას მოგწონს. ჩვენს დაიკოსაც უხარია. ბაბუა, ჩვენ მოვედით. გამარჯობა შვილო. როგორ გაზრდილა ჩვენი შვილიშვილი, უკვე დიდი ბიჭია. ბებია. ჩემო ბიჭუნა, მოდი ძვირფასო. ჩემო საყვარელო. გამარჯობა. გამარჯობა. საჩუქარი სადავდო? რატომ შეწუხდი? მიხარია შენი ნახვა. როგორ ხართ? კარგად, კარგად. გთხოვ. გამარჯობა ბატონო ბურხან. გამარჯობა შვილო. გამარჯობა შახრაზად. მაპატიე ვერევდექი. ფისონ, გილოცავ შვილის დაბადების დღეს. დიდი მადლობა, ბავშვები ძალიან მალე იზრდებიან, უკვე 2 წლისაა. ჩემო საყვარელო დაიკო. მოდი დაჯექი. ბაბუა, მე და დედიკო დღეს პოლიკლინიკაში ვიყავით. მართლა? ერთმა დეიდამ ბავშვთა ოთახიც მაჩვენა. სწორად მოქცეულა. გან, ჩვენთან მოდი. მადლობ შაჰრაზად შვილო. ღმერთის მადლიერი ვარ რომ ამ პოლიკლინიკის გახსნას მოვესწარი. ასე ნუ ამბობ. დღეს ზეიმი გვაქვს. მოიწყენ ბატონო ბურხანი. სუფრას მიუსხდეთ. ყველას მოგშვირდა. გთხოვთ. დავედით. ნუ გარბი ხარ. დაგიჭერ. დაგიჭერ. ერდამიჭერ. ინებეთ, გმადლობთ. გემრიელად მიირთვით. განი, გეჩქარება რამე შეხვედრა გაქვს? ო, მაპატიე დღეს ადრე მომიწევს სასვლა. რატომ? ჩემი დიშვილის დაბადების დღე. ყველანი ბიძია ბურჰანის სახლში შეიკრიბნენ. უთხარი რომ მოგვიანებით მივიდოდ. არ უნდა დააგვიანო. წავიდეთ. მოიცადე. ცოტა ხანს ვილაპარაკოთ. მივხვდი, ალბათ ჩემთან ყოფნა მოგწყინდა.
რას ამბობ არ გჯერა? გონია გატყუებ? ანდაკი, მოდი წავიდეთ. გეფიცები დღეს მართლა ბურჩინის დაბადების დღეა. შაჰრაზადიც იქ არის. ჩემი თუ არ გჯერა, გკითხე. არა ძვირფასო, როგორ არ მჯერა, უბრალოდ ვიფიქრე რომ არასწორად იფიქრე. მას მერე რაც დაგინახე, სულ შენ გვერდით მინდა ყოფნა. სულ ხარ რომ პირველი პაემანი ასეთი გამოგვივიდა. არა უშავს, იმედია კიდევ შევხვდებით. რა თქმა უნდა. ასე ადვილად ვერ მომიშორებ. რაღაც მინდა გთხოვა. რა? ბურჩინს საჩუქარი უნდა ვუყიდო. შეგიძლია წამომყვე და შერჩევაში დამეხმარო. ცოტა ხანს კიდევ ერთად ვიქნებით. კარგი. გამომართი ბურჩინ, ოჯახ. ესეც დაიჭირე. შეიძლება ცოტა ხანს ავიყვანო. რა საყვარელი ხარ? ვილა. იცი შაჰრაზადი ძალიან მწვანეა. მაშინ უსამართლოდ მოიქეცი. გულადგინე. იმ დროს არაფერს არ ვაფასებდი ფიოსონ. არა უშავს, ახლა აფასებ. ძირფასო, ლამაზო, რა საყვარელი ხარ? მოდი გავაგდელოთ. შეხედე? ოჯახ. დედა შაჰრაზადი მოგიწონა? გავიგე მოცელი მოგშლია, ძალიან მწუხარ. სამწუხარო. თანა გიგრძნობ. ეს რატომ მოხდა ექიმ, რა გითხრა? ფისონ, ექიმა დეტალური გამოკვლევა ჩამიტარა, მითხრა ასე უბრალოდ ბავშვს ვერ დაკარგავდია. ალბათ ქორწილზე ნერვიულობდი და ამიტომ მოხდა. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ არა მგონია. 2 დღით ადრე ანალიზები გავიკეთე, ორსულობა კარგად მიმდინარეობდა. შემომხედეთ? იქნებ რამე ისეთი ჭამე. ხდება ხოლმე. უღალავდი და ვერაფერს ვერ ვჭამდი, მხოლოდ სცენარეული ჩაიდავლია, რომ ცოტა დამშვიდებულიყავი, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის მიზეზი. აი ასე ყოჩერ. აბა მოდით? აბა კიდევ ერთხელ? კიდევ გადავიღოთ. კარგი, გადავიღოთ. კარგია. მოდი. ახლა ამ ხრიდან გადაგიღებთ. გაიღიმეთ? კარგია. ასე. კარგი. რა თქვა ქანმა, როცა პოლიკლინიკას ათვალიერებდა? მოდი მე ავიყვან. კარგი. წამოდი საყვარელო. მოდი. თავიდან დაბნეული იყო პაციენტებს, ექიმებს, ექნებს ყურადღებით აკვირდებოდა. მერე კი როცა მოუყევი რა მიზნით აშენდა პოლიკლინიკა, გაუხარდა. ბატონო ბურხანი ისევ მოიწყინე, არ გინდა გთხოვ. ქანი მამას არასოდეს არ დაივიწყებს, ყოველთვის ემახსოვრება. ევლია უღლუს გვარით იამაყებს და ღირსეულად ატარებს. გმადლობ, ჩემო საყვარელო შვილო. შენ ნუ მიყურებ. ბოლო დროს თავს ვერ ვიკავებ და სულ მეტირება. ეს ალბათ სიხარულის ძრემლებია. მართალი ვარ. ნახეთ აქ რა მხიარულებაა, შვილიშვილები ბედნიერები არიან, ჯანმრთელები. მალე ტორცაც ავჭრით. მართალი ხარ შვილო. ნიემეთი გამოიტანს. ოჯახთან ერთად ყოფნა დიდი ბედნიერებაა. ბებია, ტორც როდის დავჭრით? განის დაველოდოთ. განი რომ არ მოვიდეს ბებია? რატომ არ მოვა? შეყვარებულთან წავიდა პაემანზე. განის უკვე შეყვარებული ცხავს? ჰა, ედავთ რა ყოჩაღი აღმოჩნდა. დაგვიანებისთვის ბოდის გიხდეთ, იმედია ზეიმს მოუსწარე. რას ამბობ, არ დაგვიანებია, ნუ დარტობ. განი, მარტო რატომ მოხვედი? რა თქვით ბიძა ბურხან? შეყვარებული რატომ არ მოიყვანე? კარგი ბატონო ბურხან, ხომ ხედავ რწვენია? აი საზეიმო ტორტი. რა კარგია, მაგარია. დავიდეთ ბავშვებო. დედა შეიძლება ბურჩინის ტორტზე სანთლები ჩავაქროთ? რა თქმა უნდა შეიძლება, ბურჩინი ჯერ პატარაა. წამოდით. რატომ უნდა წავიდეს? ბავშვებთან ერთად ამაღა ბაგდარჩეს. არა, აჯობებს თავის სახლში წავიდეს. ღმერთო ჩემო. ასე გვიან როგორ წავა ქალბატონო ნადიდე? თანაც ფიუსუნი ჩვენთვის უცხო არ არის? უცხო არ არის ბატონო ბურხან, მაგრამ ფიუსუნი და ალი ქემალი განქორწინებულები არიან. კი, მაგრამ ფიუსუნი ხომ ჩვენი შვილიშვილების დედაა? ხო, მაგრამ ალი ქემალის ცოლი ჯერ კიდევ ახუა. კარგი რა.
ამ სახლში ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა, მაგრამ აღარ დავუშვებ, რომ კიდევ რამე მოხდეს. ამას აღარ დავუშვებ, ბატონო ბურხან. რას ამბობ? ეს რა სალაპარაკოა? ასეა საჭირო. მეგონა რომ უკვე შეურიგდი. არ მესმის. ახლა ფიუსონს რატომ არ წვენ? მისი შერცხვენა არც მიფიქრია. ან ჯიუდობ, ან მე ვერ გიხსნი კარგად. მისი დარჩენის წინააღმდეგი ვარ, ბატონო ბურხან. არ მინდა ნუ მეკამათები. ყველა თავის შკოლაზე უნდა ატაროს ღმერთო რა ჯიუტია. თამერს თხოვე შენი თავი. ძვირფასო თამერი რა შუაშია. ვერ გავიგე? თამერზე გეუბნები, რაში გვჭირდება? შენ თვითონ დამირეკე ხოლმე. შენი ნომერი მომეცი. ისე ვარ ძინავს, ვერ იძინებს. დღეს შენც ძალიან დაიღალე. არა, არ დავღლიელ ვარ. სასიამოვნო იყო აკოპნა. დიდი მადლობა დაბადებისთვის. ბურჩინის დაბადების დღეა. შენც უნდა ყოფილიყავი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. შახრაზადი და ქანი წავიდნენ. წავიდნენ. მოგიგითხეს. დიდი მადლობა. ფიუსონ. ბურჩინს ეძინება, ხომ ხედავ ჭირველებს. აჯობებს სახლში დროზე წახვიდეთ. მართალი ხართ. ჩვენი წასვლის დროა. ბურჩინიც აღარ გაწვალდება. ალი ქემალი წაგიყვანთ. ხო. უცნაურია დღეს ორივე მადრე დაიძინა. ქანი მთელი დღე გოგოებთან ერთობოდა და დაიღალა. პირდებში და ნილუფერი აუზე იყვნენ. ბავშვი გვიან საღამომდე წყალში იყო. ალბათ ამიტომ არ ქონდა ვახშმობის თავი. ძალიან დაიღალა. მოდი ჩვენც დავიძინოთ. კარგი. შენ წადი მე აქაურობას მივალაგებ და მალე მოვალ. კარგი. შეტყობინება ვისგან არის? განისგან. ასე დროს? არც ისე გვიანია. ესე იგი განისგან. რა იყო ჩემი არ გჯერა? არა, როგორ არ მჯერა? გეტყობა რომ არ გჯერა. გეუბნები განისგან არის მეთქი, მაგრამ ეჭვი გეპარება. გამომართვი, თავად არწმუნდი. არ არის საჭირო. სინამდვილეში გაინტერესებს, გინდა რომ ნახო. ცნობის მოყარეობა კლავს. არ უნდა მაინტერესებდეს, ასე გვიან მიმღწევს. ორ დღის ნებისმიერ მომენტში ჩემთან გამოგზავნილი ყველა შეტყობინება გაინტერესებს, მაგრამ ხედავ რომ ჩემი პასუხი არ გაკმაყოფილებს. აიღე და დამშვიდდები. არ მინდა. არ მისმის რა საჭიროა ყველაფრის გაზვიადება. ისე მაღალი სიცხე აქვს? დაუწია, მაგრამ ცოტათი. თუ გინდა შეგვიძლია ახლავე წავიყვანოთ საავადმყოფოში. არა, დილამდე მოვიცადოთ. შვიდად ძინავს. ხვალ წავიყვან გამოკვლევას. როგორც გინდა. ბავშვი მთელი დღე ეზოში იყო ჰაერზე, ალბათ გაცივდა. კარგი. თუ ასე გონია შენ რატომ ხარ მოწყენილი? მითხარი. როცა იმ სახლში შევედი, გული დამწყდებანი. ასე რატომ დარდობ? შენ ხომ იმ ოჯახის რძალი ხარ? არა. იმ ოჯახის რძალი აღარ ვარ. თუ არ უნდათ რომ მისულიყავი არ დაგპატიჟებდნენ. მათი შვილიშვილის დაბადების დღე იყო, ამიტომ დამპატიჟეს. მაგრამ როგორც რძალი არა, როგორც ბურჩინის დედა. იმ სახლში ჩემი ადგილი აღარ არის. დღეს ამაში დავრწმუნდი. დაიკო ნუტირი. ხომ იცი დევიდას და ბიძია ბურხანს ძალიან უყვარხარ.
შენი და ალი ქემალის ქორწინების შემდეგ მგონი პირველად მოგექცნენ ასეთ ფილად. ცოტაც მოითმინა. მალე ყველაფერი მოგვარდება, ნახავ. სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. გესქუგნეტავ ასე მარტივად იყოს საქმე. გაიკო, გთხოვ ასე ნუ განიცდი. კარგი. აბა, ახალ სახლში თავს კარგად გრძნობ? თუდად რატომ უნდა გრძნავდე? რა ვიცი. იმ გოგოს წესიერად არ იცნობ. მე მგონი უცნაური ვინმეა. სტუმრად კი არ მივსულ ვარ იმ სახლში ბინას ერთად ხვირავთ. თან ედა ძალიან კარგი ადამიანია, მეგობრობთ. მე მგონი ამის თქმა ჯერ ადრეა. ედა არ მოგწონს ხომასია? მელეკ. საქმე სულ სხვა რამეშია. სრულიად უცხო ადამიანს თვალდახუჭულიანდობი. გონიაედაც მიღალატებს? დავიწყე. რაც არ უნდა გითხრა, მაინც ისე გაიგებ როგორც გინდა. სეზენმა თავი მოგაწონა არა? ბურაკს უთხარი რომ სეზანი ნამდვილი კახპაა. ამას როგორ ამბობ? ბურაკმა სეზენი ახლახან გაიცნო. მალე დაიწყე შეხვედრა. ეგ არ იკმარა და ცოლად მოიყვანა. მისთვის ადრე არ იყო, მე კი რაც არ უნდა გავაკეთო, არასწორად მიგაჩნია. კარგი რა. თითქოს სხვა სალაპარაკო არ გქონდეს. ცდილობ ყველაფერი ბურაკს დაუკავშირო. ოჩახ. ბადეშს გიხდიმართ. ამ ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებული ვარ. თან ბევრს ისულელეს ამბობ. გთხოვ, ნუ მიბრაზდები, არ გინდა. ბოლო დროს თავს სულ მარტო გრძნობ. ხომ იცი რომ რთულ მდგომარეობაში ვარ. ასე დროს კი ადამიანებს ახლო მეგობრების იმედი აქვთ. მართლა? ხო. ასე რომ არ იყოს გონია შენთან ასეთი გულახდელი ვიქნებოდი. ყველაზე ადვილად შენ გადაგიშალე გული. როგორც კი შანსი მეძლევა აქ მოვდივარ და დარც გიზიარებ. ესე იგი მადლობაც უნდა გადაგიხადო. თუ არ გამიბრაზდები, ეგეც საკმარისი იქნება. მოდი დავლიოთ და შევრიგდეთ. არა, მეც აღარ დალევ. მხოლოდ ერთი ჭიქა. შერიგება აღვნიშნოთ. დამითანხმე. ჩვენ გაგვიმარჯოს. ჩემ ქვას ნუუყურებ, თორემ იცოდი არ გეთამაშები. და ვაგებ. თამაშს არ მიატოვებ. სანამ ქვები არ დამთავრდება, ვერ ადგები. თორემ წაგებული მე კი არა შენ გამოხვალ. მაშინ წესი არ ათითამაშე. ასე ხომ თამაში ინტერესს კარგავს. ესე იგი არ მალავ რომ იტყუები. რა ვქნა მე სხვანაირად თამაში არ შემიძლია. კარგი რა. ასეა. იცოდი არ მომატყუო, გიყურებ. გაგვირდები. კერემ? ურეკ როგორ ხარ? კარგად. არის რამე ახალი? არის. ხომ არ იპოვეს? ჯერ არა, მაგრამ ბატონ მეჰმედს ვესაუბრა. მერე? მამა ბოლოს იზმირში უნახავთ. კლუბში მუშაობდა. რამდენიმე კონცერტი ჩაუტარებია, მაგრამ მერე იქიდანაც წასულა. მერთო. თვალყურს ვადევნებთ, მალე იპოვიან, არ ინერვიულოთ. კარგი? სეზენი მანდარის? ხო. დამალაპარაკე თუ შეგიძლია. ახლავე? კერემს დალაპარაკება უნდა. მე არ მინდა. კარგი, რა სეზენ, შენ ძმას დალაპარაკება უნდა. მე არ მინდა მეთქი. რატომ ჯიუტობ? უხერხულია, ის ხომ შენი ძმაა. გამარჯობა. როგორ ხარ ძვირფასო? ახლა უკვე ვიცით რომ მამა შენი, ანუ ჩვენი მამა ჯანმრთელადაა და ცოცხალია. ხო. ძალიან მალე ვიპოვით. ხო, აღარ ინერვიულო, კარგი? კარგი. დიდი მადლობა. დილინების. დილინებისა. მენუ. იმედია ახლა მაინც დამშვიდე. ხო. მოდა თუ ასეა? რა გინდა? გაიგიმე? აი ესე. მოწყენილი ცოლი არ მჭირდება. ესაგებია? კარგი. მოიცადე, გაჩერდი. არ გავჩერდები. იცი რა ვიფიქრა? ბახშამზე ქერემი ხომ არ დავპატიჟოთ? არ ვიცი, თუ გინდა დავპატიჟოთ, მაგრამ ბენო არ მოვა. ჩვენ დავპატიჟოთ. მოვა თუ არა, ეგ მისი საქმეა. კარგი. მოდი ჩემთან ძვირფასო.
დილით ექიმთან მივდივარ, ცოტა დამაგვიანდება, განის განყოფილა. იგი არ დაუჯერა. რას აკეთებ? ვერ ვიჯერებ. იმდენად არ მენდობი, რომ გამიჩეტყობინებას ამოწმებ? შენთვის ჩემს ნათქვამს მნიშვნელობა არ აქვს? შაჰრაზად. რაც არ უნდა გითხრა, მაინც არ მიჯერებ, არა? ვერ ხვდები შენი ავადმყოფური უნდობლობით გულს როგორ მტკენ? ყველაფერს აგეხსნით, ხო? არა, ასახსნელი არაფერია. თუ არ გინდა რომ გული უფრო მეტად მატკინო, გაჩვმდი. ნუ რაფერს ნომეტყვე. ხო. ესე იგი იახტა გაყიდე. არ გინდა რომ ახალი იყიდო. არ ვიცი. თუ დამჭირდება შენსაც გამოვიყენებ. მესმის, ახლა ეს არ გაინტერესებს. უბრალოდ იახტა იყიდება და ამიტომ მკითხე, რომელი იყიდება. შუაში რომ დგას. მოგწონს? ეს? ხო. ცუდი არ არის. ხო. ახლა დავნახოთ. ძმაო. რა იყო? სახლში როდის გვესტუმრები? ბორაკი ძალიან ეგოისტურად მოიქცა. არ შეიძლება ამდენი ადამიანის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება ააგო. ამას მეც ვერ ხვდები. ყველაზე მეტად ქერემი მაოცებს. არ მესმის როგორ შეეგო ამ ქორწინებას. ხედავ როგორი შვილები გამიზრდია. ერთისთვის მთავარია თვითონ იყოს ბედნიერი და დედა არ აინტერესებს. მეორეს დედად აღარ მივაჩნივარ. არა, ქერემ ძალიან უყვარხართ ქალბატონო სევალასე ნუ ამბობთ. იცით, მეც ნაწყენი ვარ მასზე, რადგან მხოლოდ თავის წარსულსა და დაკარგულ მამაზე ფიქრობს. ცოლი რომ ხავს და ბავშვს ელოდება, ეს ერთად აღარ ატარდებს. მისთვის სულ ერთია. არ ვიცი ასეთი რა დავაშავე. თქვენი ბრალი არ არის. გთხოვთ არ ინერვიულოთ. არ დაგავიწყდეთ ექიმ რა გითხრათ? რას ამბობ, ბენო, როგორ არ ვინერვიულო? მართალი ხართ, მაგრამ თუ კი ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს, თქვენც ასე მოიქეცით. ჰაიდარ, იმედი ესენი შემოწმებულია. საქმე ძველებურად აღარ მიდის. უცხოელები პატარა წუნს თუ იპოვიან საქონელს მაშინვე კონ დააბრუნებენ. ხო, კი ემოწმეხო. არ ინერვიულოთ ბატონო ბურხარ. მოგვიანებით დანარჩენი შეამოწმეთ. როგორც მიბრძანებთ? აბადროებით, წარმატებას გისურვებ. მადლობთ. ფაბრიკის ახალი დანადგარები კარგად მუშაობს, არა მამა? მფლობელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, შენ კი ამით ისარგებლე. ალი ქემალ, შენ იყავი ამ საქმის ინიციატორი. მადლობ შვილო. არ მოდიხარ? თუ შეიძლება ფიუსუნთან წავალ. გოგონებსაც წავიყვან. მელოდებიან. კარგი, წადი. მამა, რაღაც მინდა გითხო. დედა, ფიუსუნის წინააღმდეგი რატომ არის? მე ყოფილი ცოლისა და შვილების გვერდით მინდა ყოფნა. მაგრამ დედა ცდილობს ხელი შემიშალოს. არა, როგორ შეიძლება მას ცდილობდეს? მამა, ფიუსუნი ძალიან შეიცვალა. თავის შეცდომებს მიხვდა, ნანობს. სულ სხვანაირია. იმედია შენც მივხვდი, რომ შეცდომა დაუშვი. რა თქმა უნდა, მივხვდი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენ შვილებთან ერთად ბედნიერები ვიყოთ. სწორად იქცევით. როგორც თქვი, ფიუსუნი შენი ყოფილი ცოლია. ახლა შენი კანონიერი ცოლი სხვა ქალია ალი ქემალ. დედას კი უნდა რომ ყველაფერი ტრადიციების მიხედვით იყოს. ჩვენი დაშორება. რატომ უნდა უნდადეს? მაგრამ მამა, დროზე წადი. ბავშვები არ ალოდინო. ბურახმა ვახშამზე დაგპატიჟე და ჩვენ სიხარული დათანხმდი.
ჩვენიერია. იქ მარტო მოგიწევს წასვლა. ბენუ ორივე დაგვპატიჟა. უკვე დავთანხმდი. როგორი ფიქრე რომ იმ ადამიანის სახლში მევალ, რომლის გამოც დედამისი ცუდად იყო და კინაღამ გული შეტევით გარდაიცვალა. ეს ბურაკისა და დედამისის გადასაწყვეტია ბენუ. ანუ შენ არ გეხება? ფიქრობ თვითონ უნდა მოაგვარონ. ჩვენ ნუ ჩავერავით. ვერც კი ხვდებით ქალბატონი სევალი რა გულნატკენია. შენ და ბურაკს კი ეს არ გადარდებთ. ამაზე საერთოდ არ ფიქრობთ. სხვათა შორის მარტო ქალბატონი სევალი არ არის ნაწყენი. ეს რას ნიშნავს? დაივიწყე. ბენუ, რისი თქმა გინდა? მე რაში მადანაშაულებ? შენთან ლაპარაკი არ მინდა. გამუდმებით ჩენზე და ბავშვზე ვფიქრობ. არ მესმის რატომ ბრაზობ? იმიტომ რომ მამაზე ვნერვიულობ? დიდი ხანია ამის თქმა მინდა. მე და ქალბატონ სევალს ორივე საშინლად მოგვექეცით. ისევ რაღაც მოიგონე არა? მოვიგონე? ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და მის შვილს მუცლით ვატარებ, ჩემს არსებობას ივიწყებს. მისთვის სულ ერთია როგორ ვარ, რას ვგრძნობ, რაზე ვოცნებობ. შეიძლება ქალს ასე უსამართლოდ მოექცე? შეიძლება? ბენუ, თავი დამანებე ქერემ. მზეთუნა ხავა პრინცესა ზღაპრიდან 1001 ღამე და ბატონო ლეანდროს. საკმარისია მიმეწერა. ასეთი ურთიერთობა გარკვეული პერიოდით კარგია. ახლა დროა ტელეფონით გაესაუბროთ ერთმანეთს. უფრო მეტად უნდა დაახლოვდეთ. 053296 715. ვერ ვიჯერებ. ჯაჰრაზა, ტელეფონის ნომერი გამომიგზავნე? Алло. ტელეფონზე დამერეკეს? როდის? ახლა? არა, ალბათ მოგესმა. კარგი. საჯენიბოში ხომ წავალთ? ხო, რა თქმა უნდა, წავალთ. ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ. მართალი ხარ. დროზე მოემზადე და წავიდეთ. კარგი. რა გინდათ? რამე მოგიტანოთ? არაფერი არ გვინდა. აჯობებს დროზე მოხვიდეთ. 24 წლის ვისკიც გაქვთ? არა, არ გვაქვს. ასეც ვიფიქრე. 8 საათისთვის მოვალთ. რატომ ასე გვიან? უფრო ადრე მოდით. კარგი. კარგი დროებით. კარგი შეხვედრამდე. უცნაური არა? რა არის უცნაური? თითქოს დიდი ხნის დაქორწინებულები ვართ. აქ ვცხოვრობთ ჩვენ სახლში. უკვე ძალიან შეგეჩვია. ერთმანეთს მალე შევეჩვიათ. როდის მომზადები? ურაკმა მთხოვა ადრე მოდითო. კარგი, ოდა ადრე მიდი. შენ არ წამოხვალ? ხომ გითხარი არ წამოვალ? ნუ, ასე რატომ იქცევი? შეეგუე იმ ფაქტს, რომ ისინი დაქორწინდნენ. ქერემ არ გინდა. რა მოხდა? მიდი ადექი მოემზადე. ქერემ ხომ გითხარი არ წამოვალ მეთქი, ნუ მაიძულებ. ბენუ გთხოვ, ნუ ჯიუტობ. მისმინა ბურაკმა მელექს ბოდიში მოუხადა. მელექმა აპატია პრობლემა მოგვარდა. მოგვარდა არა? დაქორწინდა და ყველაფერი კარგადაა? მელექს საშინლად ამცირებდა. ბურაკმა ჩემი და გამოიყენა და მიატოვა. გონია ამის მერე თითქოს არაფერი მომხდარა, მასთან სტუმრად წავალ? შენ რა მელექის ადვოკატი ხარ? ბენუ საკმარისია. მე არავის ადვოკატი არ ვარ ქერემ.
დაფიქრდი რას ამბობ? ბურაკს რომ შენი და არ მოეყვანა ცოლად სხვანაირად მოიქცეოდი. რას ჩურჩულებ არ მესმის? თუ რამის თმა გინდა პირდაპირ მითხარი. კარგი, გეტყვი. ბურაკს სხვა გოგო რომ მოეყვანა ცოლად მის დაცვას არც კი იფიქრებდი, მაგრამ ახლა საქმე სეზენს ეხება. ასია. რას ისულელეს ამბობ, სეზენი რა შუაშია? ხო, რა თქმა უნდა არ არის. ესე იგი არ წამოხვალ. არ წამოვალ. კარგი, როგორც გინდა. გამარჯობა. გამარჯობა, ბენო. გამარჯობა. გაუფრთხილებლად მოვედი, მაგრამ მერე რა? თქვენ წინასწარ გაფრთხილება არ გჭირდებათ. შენი პატარა დღითი დღე იზრდება. ძალიან ცელკია, სულ მოძრაობს. დაბრძანდით. კერე მგონი ჩემი დანახვა არ გაგიხარდა. ჩემთან არ მოდიხარ, ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ მოვსულიყავი. სალაპარაკო მაქვს შენთან. დაბრძანდით, ნუ დგახართ, გთხოვთ. მობრძანდეთ. ვიცი რომ დედა და აღარ მეგაჩნივარ. მაგრამ შენ ყოველთვის ჩემშვილად დარჩები. მართალია, შენი ცხოვრებიდან ამომშალე, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარხარ. ასე რატომ ლაპარაკობ? რატომ ამოგშალე? მოდი გთხოვ, ამ თემაზე ნუ აღარ ვილაპარაკებთ. კარგი. ნუ შევეხებით. მაგრამ როგორი ურთიერთობა გვექნება? ჩემთან როდის მოხვალ, ანუ დედა შენთან? რამეს დალებთ? ისმენ ბურაკ. კერემ, შეგიძლია ზეთის ხილი გვიყიდო. კიდევ რამე ხომ არ გინდათ? არა, სხვა არაფერი, გმადლობ. კარგი, მალე მოვალ. ელოდებით. ბურაკთან მიდიხარ? მე არ მივდივარ. კარგია. ესე იგი შესაფერის დროს არ მოვსულა. დედა, ხო. დედას ნუ მეძახი. ხედავ რომ ეს შენთვის რთულია. ამიტომ დედა, გთხოვ, ყველაფერს რატომ ართულებ? პრობლემებს რატომ ქმნი? მე ვქმნი? ისინი უკვე დაქორწინდნენ. ბურაკი და სეზენი დაქორწინდნენ, შეეგვია მას. მათ ერთმანეთი უყვართ, შენი ჭირვეულობის გამო უნდა დაიტანჯონ? დროს აღარ წაგართმევ. უნდა მოემზადოთ. მე არ მივდივარ, ქალბატონოსევალ, დარჩით. ისმინა, შენ დედა ჩემი ხარ. მაგრამ ჩემი, ბურაკის, სეზენისა და მამა ჩემის ურთიერთობაში ნუ ჩაერევი. ნუ ჩაერევით. Orada biri var. შეხედე იქ ვიღაცის. Amca. ბიძია, Ölmüş mü yoksa? ცოცხალია თუ არა? ბიძია, Amca. ბიდია, ბიძია, Ölmüş mü? დარია, İnanmıyorum. ღმერთო ვერ ვიჯერებ. ბიძია, Amca. განსმოდით. ბიძია. Dur kızım yavaş. გოგონა ცოტა ნელა, სად გეჩქარება? Çantam. აქ ჩემი ჩანთა დამრჩა. Hayrola? რა გინდა ჩანთა? სადმე მიდიხარ? მე გობარს უნდა შევხვდე. Olacaktım da. Bir ara. მეგობარს? Kimmiş? ვინ არის ის შენი მეგობარი? Şeyden. ჩემი ძველი ნაცნობია. Eskiden bir kız arkadaşım. ნიმეთი ქვია. ნიმეთი. İyi. კარგი, iyiymiş. ჩვენიერია. Akşam მაგრამ ამ საღამოს უნდა იმუშაოთ. Biraz zaman. შეხვედრისთვის ცუდი დრო შეგირჩევია. İşim var. ო, ვუთხარი რომ სამუშაო მაქვს, მაგრამ დაიჭემა შემხვდიო. არ დავიგვიანებ სასტუმროში თერთმანზე ვიქნები. არი ნერვიულო. Geç. არ დაიგვიანებ, არა? დროზე მოვალ. İyi olsun. კარგი. Bir an önce. დაიქეცი, იმეც ნუ ალოდინებ. Sağ ol Tamer. გმადლობ თამარ. ზუსტად თერთმანზე სასტუმროში ვიქნები. ოია, დროებით. კარგი. რამე მშვიდობისა თამარ. Senin de სასიამოვნო საღამოს გისურვებ, მშვენიერო აიგულ. Ne oluyor? რა მოხდა თამარ? ne oldu? რა იყო ლამაზო, რამე პრობლემაა? Anlamamışım. თავს ნუ ისულელებ.
კლიენტთან მიდის, შენ კი ამის ნებას აძლევ. ისაკი. უნერვიულობ პატარა. წავიდეს, ცოტა გაერთოს, გამხიარულდეს. გამარჯობა ბურაკ. გამარჯობა. მიხარია შენი ნახვა. მეც მიხარია. აი გამომართ. მადლობ. ბენუ სად არის? და შეუძლოდ გრძნობდა. ისვენებს. კომიცი ფეხმძიმედაა. შეეძლო აქ დაესვენა. წავალ და მოვიყვან. არა, საჭირო არ არის. წავალ, მალე მოვალ. თავი დაანებე ბურაკ. უბრალოდ ვენუს ჩვენი ნახვა არ უნდა. რას ამბობ ძვირფასო? ო, საიდან მოიტანე? ვერ ხვდებით, რომ თქვენი ოჯახის სიმშვიდე დავარღვიე? სეზენ. შენს მას არ მიესალმები? ძმა, ძვირფასო. შემოდაიკო. Anlamıyorum. ვერ ხვდები, წავიდე და მარტო დაგტოვა? Gider. ო, ასია. ფეხმძიმედ ვარ სახლში მარტო ვზივარ, მისთვის კი ეს სულ ერთია. რა სისულელია, ასე არ არის. Kendimi მის ვატყვევ. Hep kendimi მხოლოდ საკუთარ თავს. Kerem beni hiç ქერემს ხომ არასოდეს არ ყვარები ვარ. Abla. გაჩუმდი. yapma Allah. რომ არ ყვარებოდი, შენზე არ დაქორწინდებოდა. Sevgisinden. სიყვარულის გამო არ გაუკეთებია ეს. დაბნეული იყო. სიბრალულის გამო დაქორწინდა ჩემზე. ბენო არ გინდა გთხოვ? შეხედე რომელი საათია და არ ჩანს. Ya მალე მოვა, ნუ ნერვიულობ. ნახავ, ყველაფერი მოგვარდება. არ მოგვარდება მელეკ. ქერემს არასდროს არ ვუყვარდი. ისე როგორც მე მიყვარს. sevdiğim kadar და sev. არასოდეს არ შემიყვარებს. ყველაფერი ძალიან გებრიელი იყო. Afiyet olsun. შეგერგოს. Bennu da olsa da წუხარ რომ ბენო ვერ მოვიდა. უნერვიულობ. სხვა დროს მოვა. ბურაკ გაგიმართლა. სეზენი არაჩვეულებრივი დიასახლისია. ო, როცა სამზარეულოში არ უნდა მივახლოვდე. დღეს გინაღამ ჩამჭით მცემა. ჩემი წასვლის დროა. ალბათ ბენუ ლოდინით დაიღალა. ისმენთ ბატონო მეჰმედ. საღამოშიდობის საბატონო ხერენ. სემი ხოშენერი იპოვეს. იპოვეს? სად? მამა, Allah'ım. მადლობა ხმართ. იზმირის გარეუბანში, არც ისე კარგ მდგომარეობაში, სასწრაფოთი გადაუყენიათ. სასწრაფოთი? რა დაემართა? ჯერ არ გამერკვევია ბატონო ხერენ. ახლა საავადმყოფოშია. Olmuş. რა მოხდა? მამას რამე გაიმართა? მითხარი რა მოხდა? კარგი, დამშვიდი. ბატონო მეჰმედ, ბატონი სემი ისტანბულში უნდა გადმოვიყვანოთ. კარგი ბატონო. მამა, მამას რა დაიმართა? მითხარი რა ხდება? საყვარელო, დამშვიდი. სეზენ, უნერვიულობ, ახლა ყველაფერს გავარკვევთ. მამიკო, კარგი, ხო, ნუტირი სეზენ, დამშვიდი. Nasıl yorulmuş. ბავშვები ისე დაიღალდნენ, რომ მაშინვე ჩაეძინათ. მეც დავიღალე. Ben de yoruldum. ალბათ 1 საათი მაინც ვიჯერით, არა? Değil mi? დილინებით. რა მოხდა ონორ? კარგად ხარ? დილით ადრე უნდა ავდე. კარგი. İyi geceler. ძილინებისა ონორ. Geliyor. მოიყვანეს. მამა, სეზენ, მამა. მამა, მამიკო. სეზენ, დააცადე, გადმოიყვანო. მამა. მამა, რა დაგემართა? სეზენ, ხო, მამა. მამა, რა დაგემართა? რა სჭირს? არ მოკვდე. უგონო მდგომარეობაშია. ჯერ ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ალკოჰოლით მოწამვლის ნიშნებია სახეზე. დეტალური გამოკვლევის შემდეგ ყველაფერი გაიგოა. სეზენ, ნუტირი. ამაშენი გამოჯამრთელდება. ალკოჰოლით მოწამვლა არც ისე საშიშია. შევიდეთ. დილამშვიდობისა ბატონო ონორ. დილამშვიდობისა.
დილამშვიდობისა ბატონო ონურ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ქალბატონო ნურჰაიათ. დილამშვიდობისა. ბატონი ილდირეი მოვიდა. მოვიდა კაბინეტში გელოდებათ. კარგი. ყავა მოგართვათ? ცოტა მოგვიანებით. კარგი. ბატონო ილდირეი. დიახ ბატონო ონურ. გამარჯობა. გამარჯობა. Buyurun. დაბრძანდით. გონი დაცვასთან დაკავშირებით გინდოდათ საუბარი. თუ გნებავთ ფირმის შესახებ მოგიყვებით. Ben sizin თქვენს ფირმაზე ინფორმაციას კარგად ვთხოვ ბატონო ილდირეი. გასაგებია. მითხარით, რით შემიძლია დაგეხმაროთ? Ben sizden მინდა გავიგოთ ჩემი ცოლის სადადის და ვის ხდება. bilmenizi istiyorum. Şehra შაჰრაზად აქსალი. iş kadını ბიზნესმენია. kendine ait. საკუთარი ოფისი აქვს. დიახ ვიცი. ევლია ოღლუს არქიტექტურული ოფისი. დიახ, ბევრ პროექტს აკეთებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დიახ. Her ne kadar გარდა იმისა, რომ ოფისის ხელმძღვანელია, ის ჩემი ცოლია. sonuçta benim და ეჭვი მაქვს, რომ ბინიაფის მიმართ მტრულად განწყობილი რამდენიმე კონკურენტული ფირმა ჩემს bin მეუღლესთან yapıya husumeti olan bir takım kişilerin ურთიერთობის დამყარებას iletişime ცდილობს. geçmeye çalıştığını düşünüyorum. შესაძლებელია. მეუღლეს ამ თემაზე ელაპარაკეთ. როგორ შეიძლება ხალხს ასეთ რამეზე ელაპარაკო? თქვენ ჩემს ადგილას მეუღლეს დაელაპარაკებოდით ამაზე? არა, რა თქმა უნდა ბატონო. მე მე აღმოჩნდებოდი დამნაშავე. Kesinlikle. ნამდვილად ასეა. Ben de birkaç kez uyardım. რამდენჯერმე ვცადე გამაფრთხილებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. En ufak bir ყოველი გაფრთხილება თავისუფლების შეზღუდვა güvene ჰქონია. müdahale olarak kabul ediyorum. შვენივრად მესმის თქვენი. Ben უნდა sizin უთვალთვალოთ, eşimi değil. მაგრამ ჩემს ცოლს კი არა, იმ ხალხს, რომელსაც ის Sizi ხდება. izlemenizi istiyorum. Bu konuda გასაგებია არა? დიახ. eğer eşim მაგრამ გახსოვდეთ, თუ ჩემს ცოლს თვალთვალთან დაკავშირებით ეჭვი გაუჩნდება, ამით სერიოზული პრობლემები შემექნება. bu konuda güvence შემიძლია ბოლომდე გენდოთ. რა თქმა უნდა. ჩვენს პროფესიონალიზმში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. ვერაფერს ვერ მიხვდება. კარგია. Çocuklar, ბავშვებო, ისევ აქ რატომ ხართ? hala buradasınız? ნაპატია შეჰრაზად, ვერ გავიგე. Bugün დღეს ხომ შაბათია? genç თქვენ insanlar ახალგაზრდები ხართ. ისე ერნეთ, გაერთეთ. საქმე გვაქვს. გვინდა დავასრულოთ, რომ იმ კვირაში ბევრი არ დაგროვდეს. olmaz. თუ უქმეებზე არ დაისვენებთ, მომავალ კვირას ვერ იმუშავებთ. ო, მართალი ხართ. Haklı. რა თქმა უნდა, მართალი ვარ. აბა წადით, დროზე. Tamam. კარგი. მე ხომ ისეთი მკაცრი უფროსი არ ვარ, რომელიც თანამშრომლებს უქმე დღეებსაც ამუშავებს. Çalıştıran. თანაც მეც მალე წავალ. კარგი. მგონი გასაგება დაგიხსენით, თქვენ გარას მოვითხოვ. დიახ. შემიძლია საქმეს ახლავე შევუდგე. tabii. რა თქმა უნდა, Unutmayın. გახსოვდეთ, თქვენი სამუშაო ჩემი ცოლის სახლიდან გასვლისას ხდება და სახლში დაბრუნებისას მთავრდება. გასაგებია. თუ შეიძლება წავალ. ნახვამდის. ნახვამდის. Şehra შაჰრაზად? Aşkım, საყვარელო თათბირი დამთავრდა? hala holding. ისევ ოფისში ხარ? az önce ხო, ახლახან დამთავრდა. Güzel. მშვენიერია მიხარია. Neredesin? შესად ხარ? Ofiste. ოფისში ვარ, მაგრამ გამოვდივარ. ძალიან? ხო? Baksana ne, მინდა რაღაც შემოგთავაზო. bir kaçamak yapalım. მოდი დღეს ყველას გავექცეთ. Birkaç რას ნიშნავს Ne გავექცეთ? bileyim. რა ვიცი, სადმე წავიდეთ. შვიდ ადგილას გავისეირნოთ. მარტო ჩვენ ორმა. აბა რა სიტყვი? Olmaz mı? olur. კარგი, ჩვენიერი იდეა. Tamam o zaman. დანარჩენზე შეხვედრისას ვილაპარაკოთ. მალე მოვალ. კარგი. Afiyet olsun. გებრიელად მიირთვით. Babaanne, ბებია, ჩვენ მზად ვართ, უკვე გავდივართ. აბა დღეს რა უნდა გააკეთოთ? önce ჯერ ხატვის გაკვეთილი მექნება, ბატონის ელი მიმოვა. მერე ისევ ხატვის გაკვეთილი ალიქემალ. ხომ გითხარი არანაირი კერძო გაკვეთილების სახლში. ო, მითხარი დედა. არ გაგაფრთხილე მასწავლებელი რომ არ მოსულიყო. დედა, დაურეკე და უთხარი, რომ გადავიფიქრეთ. ya იმაგრამ
შენთვის კარგ კურსებს მოვძებნი. საუკეთესო მასწავლებლებით. მე გაკვეთილის სახლში ჩატარების წინააღმდეგი ვარ. უნერვილობ დედა. ბატონ სელიმს უთხარი რომ არ მოსულიყო და დამთანხმდა. რა თქმა უნდა, სხვა რა გზა აქვს. აბა გოგონებო, წავედით? წავედით. წამოდით. ბაბუას დაემშვიდობეთ გოგოებო. დედას მოკითხვა გადაეცით. კარგი ბაბია. დღეს ადაპირებთ სასლას. პიკნიკზე მივდივართ, მამა. ახლა ფიუსონს გავულით. ბაბია ნახვამდის. ჩემზე ნუბრაზობ? სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. წავედით. ჩემო საყვარელო გოგოებო, როგორ მომენატრეთ? ჩვენც მოგვენატრეთ, ედიკო. დასხედით. წავალ პროდუქტებს ამოვალაგებ. რამდენი რამ გიყიდიათ? ერთ კვირაში ამდენს როგორ შევჭამ. შემდეგში აღარ მოიტანოთ. ეს ჩვენი გოგონების დამსახურებაა, ფიუსონ. უნდათ რომ გაგახარონ და გასიამოვნონ. ბურჩინი სად არის? ზევით ასწინებს. მალე გაიღვიძებს. სიცხემ დაუწია რა? ცოტათი. მალე კარგად გახდება. უმუთი როგორ არის? შვენივრად. მე თავისიც მოგიყვანათ. მომავალ კვირას მოვიყვანთ. დედა მე გავაღებ. მასწავლებელო. გამარჯობა ბუქეთ. გამარჯობა, მოგზანდით. მადლობ. ბატონო სელიმ, გამარჯობა, მობრძანდით. გამარჯობა. მადლობთ რომ მოხვედით. მაპატიეთ ასე მოულოდნელად დაგიბარეთ. არა უშავს. იმედია პრობლემა არ შეგექმნათ. არა, რა სამბო. მასწავლებელო, რამდენიმე ნახატი დავხატე, ხომ ნახავთ? თო ვნახავ. მოიცადე შვილო დაისვენოს. ჯერ ჩაის დავლევთ. აბა, გესმის ფიუსონ? ო, რა თქმა უნდა. დაბრძანდით. დიდი მადლობა. ფიუსონ, აკიზე სად არის? დამცხვარი მოვიტანეთ. უთხარი რომ ჩაი დაგვისხას. ნუ შეწუხდებით. რა ამბობთ, რა შეწუხებაა? ჩვენი სტუმარი ხართ. როგორც გნებავთ. ფაქიზე ბურჩენთან არის. ჩაის მე დაგისხამთ. ნერეა? სად მიდიხარ? საავადმყოფოში წავალ, მამასთან. ხო. რა იყო მოხდა რამე? ისევ ბრაზობა რა? არა, არ ინერვიულო, ბავშვს მარტო გავზრდი, შენ მშვიდად იყავი. ნუ, მითხარი რა გინდა? პირდაპირ მითხარი. მითხარი რის მიღწევას ვცდილობ? კერემ ბავშვს ველოდები ხვდები? საერთოდ არ ფიქრობ ამაზე. უბრალოდ მაინტერესებს ჩვენი შვილის დაბადება თუ გაღელვებს. სულ ესაა. რას მთავაზობ, რა გავაკეთო? თუ კომაში მყოფი ადამიანის სანახავად არ წავალ, დამშვიდები. შეუძლებელს ითხოვ, ბენუ. მართლა არ მესმის შენი. კერემ ახლა ძალიან ცუდად ვარ. მესმის, ნერვები გალატობს. შეეცადე ცოტათი მაინც დამშვიდებთ, ხო? მაპატია. არც ისეთი უგულოა, რომ მამა შენი სანახავად არ გაგიშვა. წადი. დარწმუნებული ხარ? მართლა? ხო. მამა. მამიკა. ჩემო ძერფასა. ჩემო საბრალო.
Kızım da შენმა შვილმა იმედი გაგიც რო არა? bu dünya ერთადერთმა ადამიანმა, რომელსაც ამ ქვეყნად ენდობოდი, გიღალატა არა? suçum. იცი რომ შეცდომა დაუშვი. Beni koru. ისიც ვიცი რომ ადვილად არ მაპატიებ, მაგრამ დამიჯერე. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს, შენ გამოწინააღმდეგობას ვუწევდი. არ მინდოდა გული გტკენოდა და ამიტომ გავიქეცი, მაგრამ Ama sen სიყვარული ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. hayat პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ნამდვილი გრძნობა, მამა. შეიძლება არ მაპატიო, არასოდეს არ ჩამეხუტო, მაგრამ ერთი რამ იცოდე. ძალიან მიყვარხარ. რამე რომ დაგემართოს იცოდე, ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს. yok. Senin olmadığın Mama. bir hayatın benim için hiçbir anlamı yok. მამა, გესმის ჩემი? Baba, მამა, baba beni duyuyor musun? გესმის? Dur güzel. მოიცადე ლამაზო. მე ვნახავ. Yok yok. არა, მე თვითონ. Dur ya. რას ამბობ? შენ დაღლილი ხარ. ხო, მაგრამ Ben de bu მე კი ვიფიქრე ვინ გამოუგზავნა მეთქი ასე გვიან მესიჯი ჩვენ საიგულს. ერთი შეხედე. რა მოხდა თამარ? რა მოხდა? ეს რა არის რა? რა არის? Ulan sen. ეს რას ნიშნავს? შენ რა კლიენტებს მართმევ? რას ამბობ თამარ? თვითონ თხოვა ტელეფონის ნომერი. თვითონ? და მისი ნომერი საიდან გაქვს? კიდევ რამდენი კლიენტი მიისაკუთრე? გებიცები ასეთი რამ არ გამიკეთებია. მოკეტე. აი თურმე როგორი ყოფილხარ? არ გინდა გთხოვ. გაჩუმდე. ხომ ამბობდი არ შემიძლია ასე მუშაობა გამიშვითო? მიპასუხე, ხომ ამბობდი? აი ნახავ რა დღეში ჩაგაგდებ. გაჰრაზად? Özcan Bey. ბატონო ოსჯან, დილამშვიდობისა. Hoş geldin. მოგბრძანდით ბატონო. გმადლობთ. Seninkinden ახალი არის რამე? რას გულისხმობ? მორაგზე ვამბობ. როგორ არის? საყვარელ მეუღლესთან ერთად ღამეებს უთენებს ალკოჰოლიკ სიბამრს. çok sürmez canım. დიდხანს ვერ გაძლებს. Burak gibi ბურაკისნაირ კაცებს ოჯახი მალე ბეზრდებათ, არ ინერვეულა. Bilmiyorum. არ ვიცი, ნახოთ. გამარჯობა ქალბატონო. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, როგორ ბრძანდებით? მადლობთ კარგად. Onur Bey gel. ბატონი ონური მოვიდა? კი, აქ არის. Hadi görüşürüz. კარგი დროებით. მადლობთ. კალბატონო ედა? მე Ben მე sonra მოგვიანებით შემოვალ. Buyurun Burhan Bey. გთხოვთ ბატონო ბურხან. Eda. ედა. რა მოხდა, რა დაგემართა? birden boş. მოულოდნელად თავბრუ დამეხვა. მოდი, დაჯექი. Tansiyon წინავე ხომ არ დაეცა? გინდა მარილიანი აირანი მოგიტანო? tuzayını ister misin? მითხარი. Değil mi? Buyurun buyurun. მოგბრძანდით, ხოთ. Buyurun. დაბრძანდით. Ne ikram რა მოგართვათ, რა ზალეთ? Şöyle საშუალო თკვილ თურქულ ყავაზე რა სიტყვით? ამაზე ვარს როგორ ვიტყვი ბატონო ონურ? შვენიერი ქალბატონო ონურ ჰაიოთ? თქვენ წყევას მიირთმევთ? დიახ თუ შეიძლება. ბატონო ბურჰან როგორ ბრძანდებით? კარგად ვარ. თქვენ როგორ გიკითხოთ? Söyledim რამდენჯერ გითხარი დილით აუცილებლად უნდა ისაუზმო. Hep ihmal არასდროს არ ვსაუზმობ. 5 dakika. მესმის ძილი გირჩევნია, მაგრამ ასე არ შეიძლება.
Sağ ol canım. გმადლობ ძვირფასო, უკეთ ვარ. Afiyet olsun. რას ამბობ? დალიე. ამბატეთ რომ გაწუხებთ. ალბათ უკვე გაიგეთ ჩემს ცხოვრებაში გარკვეული უსიამოვნებები მოხდა. იძულებული გავხდი უნივერსიტეტი დამეტოვებინა. კი, გავიგე. ძალიან მწუხვარ. გმადლობთ. ახალგაზრდობაში შესწავლები და უშვი. ამან ყველაფერზე ცუდად იმოქმედა. უნივერსიტეტიდან წამოსვლის შემდეგ საკუთარი საქმე წამოვიწყე. ჯერ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ მესმის. წინ დახედულობა უნდა გამოგეჩინათ, იმ პერიოდში ბევრი კომპანია გაკოტრდა. ო, მაგრამ ჩემი პრობლემები ამით არ დასრულებულა. მეუღლესაც დავშორდი. ბავშვები სწავლობენ. ჩემი კომპანია რთულ მდგომარეობაშია. Çok üzüldüm. მწუხვარ, ძალიან სამწუხაროა. გმადლობთ. Yani იქნებ მე დაგეხმაროთ რამით. სამსახურს გულისხმობ. სწორედ ამ საკითხზე მინდოდა თქვენთან საუბარი. ჩემი კომპანიის შესახებ ინფორმაცია ალბათ გაქვთ. yani biraz. დაახლოებით ვიცი რაც ხდება. იმისათვის რომ ამ სფეროში ადგილი დაიმკვიდრო, ძლიერ კომპანიებთან უნდა ითანამშრომლო. ნებისმიერი სახის პარტნიორობა ჩემთვის სასარგებლო იქნება. საბიჯეტო ბარას დაგიტოვებთ. Hayat bazen ადამიანის ცხოვრებაში ხშირად აქვს ცუდი პერიოდები. ama çabalı. რაც მთავარია, არასდროს არ უნდა დანებდეთ. Bu da benim. ეს ჩემი ბარათია, გამომართვით. დასაკვირველია. მეც ასე ვფიქრობ. Yani şu an ახლა კონკრეტულ საქმეს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ არ ინერვიულოთ. merak etme. ვეცდები როგორც შევძლებ დაგეხმაროთ. გმადლობთ. მაშინ ბოდიშ მოგეხდით და წავალ. დიდ დროს არ დაგართმევთ. რას ამბობთ? ნახვამდის. Hoşça kal. ნახვამდის. Bir şey çıkarsa mı? თუ რამე გამოჩნდება, აუცილებლად დაგირეკავთ. დაგელოდებით. გმადლობთ. აქ სხვა მისამართი წერია. ღმერთო ჩემო. Alo. ალო, ალო. გამარჯობა ედა. Merhaba. გამარჯობა. ერთი წუთი გცალია. Tabii. კი, გისმენ? ედა, თუ დრო გაქვს ხავა დავლიოთ. რა თქმა უნდა, თუ შეძლებ გამოსვლას. Tabii. კარგი. Bir şey mi var? მოხდა რამე? აგზა მაქვს არეული. ცოტა ხნის წინ შაჰრაზადთან ვიყავი. მერე? რა ვიცი, ჩემგან შორს დაიჭირა თავი ძალიან ცივად მელაპარაკა. ვერაფერი ვერ გავიგე. Tamam. Ben კარგი, დაგირეკავ. sonra konuşuruz. მოგვიანებით შევხვდეთ. Bu arsa ამ ტერიტორიაზე დაახლოებით რამდენი მაღაზია იქნება? Vallahi biliyorum. უცხრელად გეტყვით არ ვიცი, მაგრამ თავის მაღაზიები დაახლოებით 40-50 მაინც იქნება. 40-50 dükkan var. iyi ki bu iş კარგია რომ ეს საქმე გამოჩნდა და თქვენ შეგხვდით. ასეთ შემთხვევებში რატომ უნდა ველოდოთ? უფრო ხშირად მოვინახულოთ ერთმანეთ. მართალს ამბობთ. Yine სტუდია რომ საქმეების გამო ვერ ვიცლით, მართალია. Bu akşam ამ საღამოს რას აპირებთ? tamam bize კარგი, მაშინ ჩვენთან გელოდებით. ქალბატონ ნადიდესას დაურეკოთ, სუფრა გავშალოთ, ერთად ვივახშმოთ. ქანსაც ძალიან ენატრებით. Kaan sizi çok özledi. ras არ მინდა რომ შეგაწუხოთ. რას ამბობთ, რა შეწუხებაა? Madem proje işe რადგან პროექტი შაჰრაზადმა უნდა შეადგინოს, აუცილებლად ექნება თქვენთან კითხვები. olur. კარგი? Nimet abla. ნიმეთ, Ne oldu? რა მოხდა? Ne bu manyak? რა გვარია ის არანორმალური ყუთს რომ დავაწეროთ? Soralım. მოიცადე? ვიკითხოთ. კურიერს დაურეკეთ, წასაღებად მოვლენ. ჯერ არ დაგვირეკავს, ყუთს რა დავაწეროთ? აჰუ, ევლია ოღლუ. აიშეგაღი. გამარჯობა, აიშე, როგორ ხარ? გამარჯობა, მძახალო. რა ხდება ნერიმან? შენ არ თქვი თქვენს დაკრძალვაზეც არ მოვალო. ერთმანეთის პატიება უნდა შეგვეძლოს ნადიდე. მართალია გითხარით, მაგრამ შენ ხომ დიდ სულოვნება გამოიჩინე და მაპატიე. ეს რა არის? ნიმეთ, ხომ გაინტერესებდა აჰუს გვარი? დედამისი აქ არის და კითხე.
ნადიდე, გთხოვაზე ნუ გაიმეტებ ჩემს გოგოს. წამოდი მისაღებში ვილაპარაკოთ. შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. გთხოვ მძახალო. აუგონს მოვიდა ნანობს. გთხოვ, არ დაანგრიოთ ეს ოჯახი. ძალიან გთხოვ. რომელი ოჯახი? ეს ამბავი დამთავრებულია. არაფერი მითხრა. დავიღუპებით, ნადიდე. მეც დაახუც. ისედაც მთელი ღამე ვტირით. იქნებ შეიბრალოთ ის გოგო. მოვიყვან მიეცით უფლება ხელზე გემთხვიოთ. ეს აღარ გაიმეორო შენი შვილი ამ სახლში ვეღარ შემოვა. მაშინ ეფიქრა ამაზე 1000 სისულელეს რომ ჩადიოდა. ნადიდე გემუდარები ხელზე გაკოცებ. არ გესმის რას გეუბნები. დამთავრდა მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. ბავშვები ხომ არ ვართ? გთხოვ არ გინდა. ვნანობ. ჩემი ლამაზი გოგო გაუბედურდა. კაისერიში მაღაზია და ბინა მაინც მოგვეცით. გემუდარები. ბატონ ბურხანს დაელაპარაკე. ვაჭრობა დამთავრებულია. მხოლოდ ამის წაღება შეგიძლიათ. ახლა წაიღე. ან კურიერს გამოვატანთ. ნახვამდის. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ბურხანს მაინც ვნახავ იქნებ ბინა მომცეს ხომ დამპირდა. რა უთომოყარეო ქალი ხარ? რამდენჯერ გაგაგდო სახლიდან? კმარა, რას მაყვირებ? ნადიდე გთხოვ. წადი აქედან. ახლავე წადი. აიშე. კარგი წავალ. მობრძანდით. ვერაფერი ვერ გავიგე და შეიძლება გავგიჟდე. თუ სხვა ადამიანი იყო. თითქოს სხვა მწერდა შეტყობინებებს. ოფისში სერიოზული საქმიანი ქალი დამხვდა. ნუ ნერვიულობ, ბოსჯან. ოფისში თანამშრომლების თანდასწრებით ალბათ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ხომ მიხვდებოდი, ეგ არაფერ შუაშია. გეუბნები სხვა ადამიანი იყო. მე მგონი ვიღაც მატყუებს. უნდა რომ მახეში გამაბას. რას ამბობ? დარწმუნებული ვარ და შეტყობინებებს შაჰრაზადე არ მიგზავნიდა. ეს შეუძლებელია. ღმერთო ჩემო. როგორ მოვთხოვდი? არ ვიცი ეს როგორ დავიჯერე. შაჰრაზად აქსალს მეტი საქმე არ აქვს. მე რატომ უნდა მომწერო სერილები? ასე ადვილად ნუ დანებდები. ხომ ვიცით რომ ქმარი არ უყვარს. არ ვიცი ქმარი უყვარს თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ. ის შეტყობინებები შაჰრაზადს არ მოუწერია. მადლობა ღმერთს დროულად მივხვდი, თორემ რაღაცის თქმას ვაპირებდი, გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებდი. მაინც რა მოხდა? არაფერი. სერიოზულ თემებზე ვისაუბრეთ. დედა, მე თვითონ უხერხულად ვარ აქ. უცხო ადამიანის სახლია, ვერაფერს ვიზამთ. ჯობია კაისერიში დაბრუნდეს, სანამ სამუშაოს არ ვიშოვი, მანამდე აქ ვიქნები. წადი დედა, ახლა უნდა გავთიშო. ბედნიერი მგზავრობა. მოგწყდეს ეგ ხელი შესაზიზღარო. ბაბუა! შვილო, მოდი ჩემთან. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა? რამხელა ბიჭი ხარ, ყოჩახ? შაჰრაზად, ნილუფერი უკვე დიდი გოგოა. კი ასეა. ხახტი? თუ გინდათ პირდაპირ სფროს მივხვდეთ, მოგშირდებოდათ. მე ძალიან მშია. ბატონო ბურხან. რა იყო, ქალბატონო ნადიდე? ეს ხომ ჩემი გოგონა სახლია. ვერ უნდა ვთქვა რას ვფიქრობ? მოგძანდით. მადლობთ. მამა, კვირას სკოლაში წარმოდგენა გვაქვს. რა წარმოდგენა? წეულებას მართავენ. სულ წეულებები გაქვთ. ყოველდღე. სულ რაღაც ხდება. ყველა ერთად წავიდეთ. მე ძალიან მაინტერესებს. რა თქმა უნდა, შვილო, წავიდეთ. დედა წამოვიდეს. რა თქმა უნდა, დედაც წამოვა. დედა თქვენს გაუვლით და ერთად წავალთ. მამა, კაბა დედამ შემიკეროს, კარგი, გთხოვ. ბურჯუ პრინცესა იქნება. პრინცმა უნდა აკოცოს. გეყოფა ბუქეთ. დედას უთხარი კვირისთვის კაბა შემიკეროს. ვარდისფერი კაბა უნდა ჩავიცვა. ლამაზ კაბას შეგიკერავს. ჩვენი გოგო გაიზარდა სპექტაკლში ითამაშებს ბურჯუს, პრინცმა უნდა აკოცოს. კარგი, გეყოფა ნიმედ. ჩემო ძვირფასო, საყვარელო. დედას ხომ დაელაპარაკები? კი. აუცილებლად დაველაპარაკები. კარგი, ახლა უნდა წავიდე. რად მიდიხარ? საქმე მაქვს. ბატონო ალიქე, მოგვიან მოხვალთ? ბატონ ბურხანს რა ვუთხრა? მათ მოსვლამდე დავბრუნდები. არაფერი არ უთხრა. გასაგებია. კარგი. ილი შეჭამეთ, კარგი? აბა თქვენ იცით ნახვამდის. წავიდე.
გამომართვე? კარგი. ამდენ რამეს როგორ ასწრებ შაჰრაზად შვილო? ძალიან მამაყობ შენი, თან გაოცებული ვარ. საყვარელი საქმის კეთება ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს ბატონო ბურჰან. მართალი ხარ შვილო. თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, ორი რამ უნდა აერჩიო სწორად. შენი მეორე ნახევარი და საყვარელი საქმე. ცხოვრება ადამიანს ხშირად არ აძლევს ასეთ ჩანს. ზოგჯერ ისე ხდება ვერაფასებ იმას, რაც გაქვს. დღეს ოფისში ჩემი ლექტორი მესტუმრა. გამოფენაზეც იყო მოსული ბატონი ოჟჯანი. მახსოვს? კარგი ლექტორი იყო. ყველას ეგონა რომ უნივერსიტეტის რექტორი გახდებოდა. მართალი გითხრათ მე დიდად არ მომწონდა. რატომ? სტუდენტებთან დისტანციას არ იცავდა. მე სხვანაირად წავიდა მისი ცხოვრება. ვერ დააფასა რაც ჰქონდა. უნივერსიტეტში აღარ ასწავლის, ცოლიც გაეყარა. დამწუხაროა. თავის ყოფილ სტუდენტებთან დადის და დახმარებას თხოვს. ერთი კომპანია აქვს, რომელიც გაკოტრების პირასა. ერთი სიტყვით სამსახურს ეძებს. რას ამბობ? არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. ისრაელის. მართალია. გეთანხმებით. შენ რა უთხარი? ვერაფერს ვერ დავპირდი, რა უნდა მეთქვა. ახლა ვერაფერს ვერ შევთავაზებდი. შვილები რომ არ ყავდეს, სარჩენი ასე არ ვინერვეულებდი. როგორ ფიქრობ თავისი საქმე? კარგად იცის? კი, უნივერსიტეტის შემდეგ ინჟინრად მუშაობდა. ამბობენ რომ მშენებლობაში დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ ახლა ვერაფრით ვერ დავეხმარები. შეიძლება ჩვენ დავასაქმოთ. საქმის ნაწილს შეასრულებს როგორც კონტრაქტორი კომპანია. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ. რა სიტყვის ბატონო ბურჰან? კარგი აზრია. ასე დროს სამუშაოს შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ წარმოიდგენთ როგორ გაუხარდება. ძალიან კარგი. აჰმედ ევლიაოღლუ. ბურჰან ევლიაოღლუს მემკვიდრე იყო. მისი საყვარელი შვილი. რა გამიკეთე აჰმედ? გამანადგურე. ცხოვრება დამინგრიე. Tüsün, მე ვარ. ალი ქემალი. როგორ შემაშინე? დამშვიდი, ნუ გეშინია, რა მოხდა, გეხუმრე. ასეთი ხუმრობა ვის გაუგია? გაგიჟდი? სახლში ასე დროს ქურდივით შემოსვლა როგორ შეიძლება? დამშვიდი ძვირფასო, საშიში არაფერი. როგორ დამშვიდ და კინაღამგული გამისკდა შიშით. ვინ უნდა შემოვიდეს, რას ამბობ? კარგი რა. ხელფეხი გამეყინა. არ ვიცოდი რომ ასე შეგეშინდებოდა. თორემ არ მოვიდოდი, მოდი, ჩაგეხუტო. გაჭერდი. ფაქიზეზევითა. სხვა დროს ასე აღარ მოიქცე, ძალიან შემეშინდა. კარგი მორჩა. პირდები. გვიანია, აქ რა გინდა? მიგვირს მამამ გარეთ გამოსვლის უფლება რომ მოგცა. გეყოფა. მამას უნდა ვთხოვო ნებართვა, სადმე წასვლა რომ მომინდება. კარგად გიცნობ, რა უთხარი? შეჰრაზადთან წავიდნენ. ახლა გასაგებია. მოიცადე. არ გაგიხარდა რომ მოვედე. როგორ არ გამიხარდა? მე თავისებ ძველი დრო იყოს. ქორდივით აღარ შემოხვიდოდი სახლში. ძველი დრო დაბრუნდება. ცოტაც მოითმინე. გავეყრები იმ ქალს. და სახლში დაბრუნდები პიოსონ.
თქვენს გვესტუმრეთ. რა თქმა უნდა. დანამაცივდება ბაღში დავსხდეთ ვივახშმოთ. კარგი ბატონო ნურ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. ნილუფერიც წამოიყვანე შაჰრაზად გოგონებთან გაერთობა. ხო, ითამაშებენ. კარგი იქნება. რა თქმა უნდა. გავე მშვიდობისა. რავე მშვიდობისა. დიდი მადლობა. ჩვენთან გელოდებით. რა თქმა უნდა. რა სასიამოვნო საღამო იყო არა? ხო. ასეთი მოსიყვარულე წყვილი არ მინახავს. რას გულისხმობ? ჩვენ ასე ძალიან არ გვიყვარს ერთმანეთი. როგორ არ გვიყვარს? მინდა და მეთქვა რომ ჩვენ შემდეგ. კარგი? შეგახსენებ რომ ძალიან მიყვარხარ დასიზამ მაპატიებ. შეიძლება? დადოთ. კარგი აზრია. საწავიდა ეს კაცი. ბატონო სემი, ბატონო სემი. გაიქცა. ორი წუთი ჩამეძინა და გაიქცა. სად იყავით? გული გამისკდა. ჰაერზე გავედი. რა ხდება? მეგონა გაიქეცით. კინაღამ გავგიჟდი. ეს დაიფარეთ? აქ რატომ ვარ? სუდად გახდით. ზედმეტი საცმელისგან. ალკოჰოლის გამო კომაში ვიყავი. ო. შენ რჩებოდი ჩემთან. რამდენიმე ღამე სეზენი დარჩა. დღეს სახლში გაუშვი რომ დაისვენოს. შენ რატომ არ წახვედი? მარტო ხომ არ დაგტოვებდით? რატომ რა მოხდებოდა? ასე არ შეიძლება. მართლა გიყვარს ჩემი გოგონა? ძალიან. დიდხანს გეყვარება? სიკვდილამდე. ის ერთგული ვიქნები. შენი სიტყვების ნდობა შეიძლება? კი. ოდიახ. მერე არ გაირკვა სიმართლე. რა თქმა უნდა გაირკვა. პირველივე ღამეს დაჯდა ინსტრუმენტთან. მთხოვეს ბოსანოვა დაუკარიო. იმან დიდი ბოდიში, მაგრამ ეგ სიმღერა არ ვიცი, მაპატიეთო. ყველაფერს მიხდნენ. და მაშინ ჰოპ, გააგდეს იქიდან. რა გაბედული კაცი ყოფილა. მაგარია. მამა. სეზენ. კარგად ხარ? შვილო.
ხომ გითხარი, ერთი ღამე დავრჩები და უცებ გამოკეთდება მეთქი. აი, ასეც მოხდა. მამა, მაპატია გთხოვ. კარგი. პატიებას ნომთხოვ. მე და ბურაქმა ყველაფერი გავარკვიეთ. ხომ გითხარი, რომ გამიცნობ შეუყვარდები მეთქი. აი, ნახე. ჩემო საყვარელო მამიკო. პროექტის განხორციელების დროს უკეთ გაერკვევით საქმეში. ჩემი მხრიდან პრობლემა არ იქნება, ბატონო ონორ. კარგი. მომავალ კვირას შეხვედრა გაიმართება, ძალიან მალე შევადგენთ სამუშაო ჯგუფს. გასაგებია. პროექტის დაწყებამდე ქალბატონ შაჰრაზადთან ხომ არ უნდა შევთანხმდეთ დეტალებზე. ამის საჭიროება იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ. ჯერ საქმის ხელმძღვანელები გაიცანით. მართველი საბჭო? ბურჰან ევილიაოღლუ. საბჭოს ხელმძღვანელობს. კარგი, ჯერჯერობით სულ ეს არის. მომავალ კვირას შევხვდებით. ბინიაფისთან პარტნიორობა ჩემთვის დიდი პატივია, ბატონო. დიდი მადლობა. ნახვამდის, ბატონო ოჩან, ნახვამდის. ისევ ცუდი ურთიერთობა გაქვთ? ცუდი არა, მაგრამ კარგსაც ვერ დავარქმნა. ძალიან დაბნეული ვარ. მე მეგონა ყველაფერი მოგვარდა. ნელ-ნელა უფრო ვშორდებით ერთმანეთს. მე შენია, ქერემის დაკარგვა არ მინდა. ბენო, იცოდი ახლა ძალიან გაგიბრაზდები. ასე ნუ ფიქრობ, ჯობია გაიგო რა აწუხებს. ვცდილობ რომ გავიგო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მაშინ შენი გულის წოხილი გაანთე, მის გვერდით იყავი. ხედავ რომ მართლა ძალიან გაბრაზდი. რა თქმა უნდა, ეს ორივეს გეხებათ. პრობლემა ვერ მოაგვარეთ, ბენო. შენ ცალკე იტანჯები, ქერემი ცალკე. ასე არ შეიძლება. მალე შვილი გეყოლებათ, ბენო. ახლა სხვა რამეებზე უნდა ფიქრობდეთ. გმადლობ. ვიცი. ვიცი. Merhaba. გამარჯობა. Melek? მელეკ. როგორ ხარ? კარგად, დღეს ჩემმა დიშულმა ჩიზკეიკი უნდა ჭამოს? გეყოფათ, თავი დამანებეთ. როგორც მივხვდი, ყველაფერი კარგადაა. დიახ, ბატონო ონორ. საქმიანი შეხვედრების სამსახურში მისვლა იქიდან კი სახლში. ყველაფერი ნორმალურია. ევი მეუღლე ხომ არ დაეჭვდა? რომ უთვალთვალებთ? დიახ. ამაზე ნუღელავთ. კარგი, ხვალ შევხვდებით. კარგი, ნახვამდის. რა სიტყვი? ეტესთან ერთად კარგად გრძნობ თავს. ძალიან კარგად ვარ. არაჩვეულებრივი ადამიანია. კარგია. ამასაც ვაჩვენებ ონორს. რა ხდება, რამე მნიშვნელოვანია? არა, ძვირფასო. განისგან შეტყობინება მივიღე, მაგეც ველოდებოდი და მოიტანეს. რას ნიშნავს ესეც უნდა აჩვენო? ხომ გითხარი, ბოლო დროს ონორი ძალიან შეიცვალა.
ეჭვიანი გახდა ხანდახან გიჟივით იქცევა. მეკითხება ვინ დამირეკა, ვინ მომწერა. შეტყობინებები, მეილები, ყველაფერი აინტერესებს. ეს როგორ შეიძლება? ცდილობ არ გავბრაზდე. სხვა გზა არ მაქვს. სერიოზულად რომ მივიყო, მაშინ უნდა დავშორდე. გამუდმებით ვეუბნები, ვინ დამირეკა, შეტყობინება, ვინ გამომიგზავნა, ვის შევხვდი და ასე შემდეგ. მაგრამ რამდენხანს უნდა გაგრძელდეს ასე? არ ვიცი მელეკ. ალბათ მიხვდება ონორი რომ სისულელეს აკეთებს და გაჩერდება. მოულოდნელად რატომ გახდა ასეთი ეჭვიანი? როგორ გითხრა? სინამდვილეში ონორი ყოველთვის ეჭვიანი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს სრულიად სხვანაირი გახდა. რას გულისხმობ? არ ვიცი. არ კითხი ასე რატომ შეიცვალა? არ მიკითხავს. აუცილებლად ვკითხავ. ამასაც ეტყვი რომ ჩვენ შევხვდი. რა თქმა უნდა. ეს უკვე მეტის მეტია. გაიბარეთ გასაღები. მადლობთ. გამომართვი. ეს შენ. მადლობთ. სხვა დროსაც გელოდები. აუცილებლად მოვალ. ძალიან ხელგაშლილი ხარ საყვარელო. როცა კარგ ხასიათზე ვარ, ჩემზე ხელგაშლილი არავინ არის. ვერ მეგავალ. როგორც გინდა. არ მოიწყინო. ხომ თქვით რომ სასტუმროდან ცალ-ცალკე გავალთ? კარგად იცი რომ ცოლშვილი მყავს. კარგი ძვირფასო. მართალი ხარ. არ მაკოცებ? დაძაგელო. თამერ? წარმატებულ დღეს გისურვებ, აიგო. ტელევიზორს უყურე. არის რამე ახალი? რა თქვი? ტელევიზორი არ ჩართე? არა, არ ჩამირთავს. თუ გინდა საშინელებათა ფილმს ვუყუროთ. კი, მაგრამ ძალიან მეშინია. კარგია, დიდი სიამოვნებაა. საღამოს რატომ არ მოხვედი ჰოლდინგში? სადიყავი? შაჰრაზადი და ბენუ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. მეც და მერეკეს ჩაი დავლიათ ვისაუბრეთ. ცოტა ვიჭორავეთ. ბენუსა და ბატონი ქერიმის ურთიერთობა არ გამოსწორდა? არა, ისე ვისი არიან. ახლა შაჰრაზადს აქვს პრობლემები. რას გულისხმობ? ბატონ ონორზე ელაპარაკა. რა თქვა? თითქოს ძალიან ბედნიერები არიან. საშინლად ეჭვიანი ყოფილა. მერე რა? შეყვარებული კაცი ყოველთვის ეჭვიანობს. მგონი ბატონ ონორს მეტის მეტი მოდის, თორემ შაჰრაზადი საერთოდ არ იტყოდა არაფერს. ეტყობა რთულადაა საქმე. რას ამბობ, მომიყევი? მოხვედი? მოვედი. როგორ ხარ? კარგად, შენ? ბავშვები სად არიან? ზევით არიან, ტანსაცმელი უნდა გამოიცვალონ. დაღლილი ხარ? ცოტა. რამე ხომ არ მოხდა? არაფერი, რატომ მეკითხები? Bilmem yüzü nasıl gibi geldi de. არ ვიცი, მოწყენილი ხარ. Belki yine giysim. ისევ ჩემმა ჩაცმულობამ ხომ არ გაგაღიზიანა, ბაღში შორტი მაცვია. მე მგონი უკვე შევთანხმდით ამ საკითხს. დარწმუნებული არ ვარ, რომ შევთანხმდით. თუ გინდა დღევანდელ ამბებს მოგიყვები, დილით 8 საათსა და 15 წუთზე სახლიდან გავედით 11:30-ზე. შაჰრაზად, ხო? თუ გაინტერესებს ვინ გამომიგზავნა შეტყობინებები, ტელეფონის სახლშია, ელექტრონული პოსტის პაროლი ისედაც იცი. უკვე გითხარი რომ განვიხსნი ამ საკითხს. ონორ, რატომ გახდი ასეთი ეჭვიანი? არ მეტყვი რა მოხდა? Ne olduğunu söyleyecek misin bana? არაფერი მომხდარა. Peki. კარგი. მეგობარს უნდა შევხვდე თამერ. საკიდლებზე მივდივარ თამერ. თმა უნდა შევიღებო, კოსმეტიკა უნდა ვიყიდო თამერ. შეგიძლია მომისმინო. რა უნდა მოგისმინო? მეტყვი რომ ცალკე დაიწყე მუშაობა და ჩემს მოტყუებას ცდილობ? ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. თხოვა, უარი ვერ ვუთხარი. გოგო, ხომ გაგაფრთხილე არ მომატყუო, თორემ ხელს გამოგჭრი მეთქი. ხომ გაგაფრთხილე, არა? ძმაო, თამერ, გთხოვ. ასეთი ხარბი რომ არ იყო, ევლია ოღლოს ოჯახიდან არ გამოგაგდებდნენ. მოთმინება არ შეგიძლია. ჭკუა არ გაქვს. შენ ნებაზე რომ მიგიშვან, სისხლს გამოსწოვ კაცს, ბოლოს მოუღებ. ყოველთვის ასე არ იქნება. სადმე გიხარ? სახლში არ მივდივართ? სახლში მიმყავ ხარ. ოღონდ ჩემ სახლში არა.
იქ სადაც შენი სტანების ადგილია. დღეს ბურჯუს ინგლისურში გამოცდა ქონდა, როგორ ჩააბარა. გურჯუ დედამ ინგლისურის გამოსთა როგორ ჩააბარეო. ძალიან კარგად ჩავაბარე. მომეცი მე მომუყვები. მოიცადე შვილო შენ მერე დაელაპარაკე. კარგად ჩააბარა ფიუსონ. სიხარულისგან საში დაფრინავს. ჩემი გოგო, ალიქემალ ყოველ დღე შეამოწმე რომ კარგად იმეცადინოს, რადგან გამოცდა კარგად ჩააბარა, შეიძლება აღარ იმეცადინოს. უნერვიულობ. ახლა თავის ოთახში წავლენ და იმეცადინებენ. დედა, უმუთის დახატვა დავიწყე, ძალიან ლამაზი გამოდის. ბუკეთმა თქვა რომ გავიგონე. რომ დაამთავრებს ვნახავ. შაბათს გოგონებსაც წამოვიყვან და მოვალ, კარგი? კარგი. შაბათ შევხვდეთ. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. თქვენ საძინებელში წადით. დედა თქვენს პირობა მივეცი რომ კარგად მოიქცევით. დავალებები შეასრულეთ და ადრე დაიძინათ. მამა, ცოტახანს კიდევ ვისხდებით. თუ გინდათ რომ შაბათს დედასთან წაგიყვანოთ, მაშინ რასაც გეტყვით ის გააკეთეთ. კარგი, ახლა ავალთ. დედას გავხარ და გამოცდა კარგად რომ ჩავაბარე. რა თქმა უნდა, შვილო. აბა, ბებიასა და ბაბუას დაემშვიდობეთ. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. მე წავალ. დავალებებს შეუმოწმებ გოგონებს. წადი. ედავ? ნელ-ნელა ამობას სწავლობს. კარგი რა ბატონო ბურხან. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია